კაცი ადამიანის შესწავლის შემდეგ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო გაგვეტყვია შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ბედის მართვა. გვეხმარება თუ არა ლიტერატურა საკუთარი თავის შეცნობაში. რა კომპონენტებისგან შედგება თათქარიძეობა. არის თუ არა დღესაც ის საკითხები აქტუალური, რომლებსაც ილია თავის ნაწარმოებში ეხებოდა. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარეთ კვლევა. გადავიღეთ ინტერვიუები, გამოვკითხეთ მოსახლეობა, მოვაგროვეთ ინფორმაცია და მივიღეთ ჩვენს კითხვებზე პასუხები. მოსახლეობა გულღიად და გულთბილად გვხვდებოდა და ჩვენც მოგვწონდა ჟურნალისტობა. ამ პროექტმა ბევრ საკითხზე ჩაგვაფიქრა და უამრავ რამეზე აგვიხილეთ.